ათობით უძრავი ქონება, მილიონების ღირებულების სახლები, ბინები და ავტომობილები. მერიის მაღალჩინოსნების მიერ დაგროვილი ქონებების მხოლოდ დასათვალიერებლად ერთი კვირა საკმარისი არ აღმოჩნდა. ამ ჟურნალისტურ გამოძიებაში ჩვენ ვარკვევთ, როგორ ხდებიან თბილისის მერიის მაღალჩინოსნები მილიონერები და შესაძლებელია თუ არა საჯარო მოხელემ პატიოსანი შრომით ასეთი კაპიტალი დააგროვოს. ბატონ კახი, გვანცალაძის გარდა ვინ არიან ბრალდებულები არ დაუსახელებია გამოძიებას? თქვენ იცით, ბაღების სააგენტოში გვანცალაძის გარდა სხვა ბრალდებულები ვინ არიან? საგამოძიებო სამსახურებს კითხებთ, არ ვიცი. ანუ მე ვიცი, უბრალოდ თქვენ თუ იცით ამას მეკითხებით. თბილისის მერისთვის ეს კომფორტის ზონა არ არის. კახაკალაძე უკვე ერთი თვეა იმეორებს, რომ არ არის პასუხისმგებელი მერიის იმ მაღალჩინოსნებზე, ვინც ფულს იპარავდა. ეს ადამიანები გახდნენ მილიონერები ამ თანადოებაზე მუშაობის დროს. შესაძლებელია ეს მერიაში მუშაობით მოეკითხებათ და თუ ვინმეს დანაშაულია, ყველა აგებს თქვენი პასუხისმგებლობა არ არის ბატონ კახი. ეს ჟურნალისტური მოკვლევა ბაგაბაღების სააგენტოს ორ მაღალჩინოსანსა და ბავშვებისთვის მოპარულ დიდ ფულს ეხება. თუმცა კახიკალაძისთვის, როგორც ჩანს, პასუხისმგებლობა მხოლოდ შენობების გახსნითა და ლენტების გაჭრით შემოიფარგლება. ბატონ შალვა, გამარჯობა. შაბათის ეთერმა ცოლისდის სახელზე გადამალულ სამსართულიან მდიდრულ ვილაში მიაგნო ბაღების სააგენტოს მონიტორინგის სამსახურის უკვე ყოფილ უფროს შალვა ანდღულაძეს. დიღმის პრესტიჟულ დასახლებაში, სახლი პალმებით, საცურაო აუზითა და ღია ტერასებით, დოკუმენტების მიხედვით მერიის მაღალჩინოსნის ცოლისდის საკუთრებაა. ნინო გულბანი თავად ამ სახლში არ ცხოვრობს, მეტიც. ეს მდიდრული ვილა 50 წლის ქალის პირველი შენაძენია და მანამდე მას უძრავი ქონება არც თბილისში და არც მშობლიურ სამტრედიაში არ ჰქონია. ცოლისდის სახელზე გაფორმებულ სახლში, რომ რეალურად ბავშვების ფულის მოპარვის საქმეზე ბრალდებული შალვა ანდღულაძე ცხოვრობს, ამ ფაქტს მისი კარის მეზობელიც გვიდასტურებს. ანდღულაძეებს იცნობთ. ბატონი შალვა ცხოვრობს მეუღლესთან ერთად, ხო ალბათ? და შვილები ყავთ, ხო? ანუ საგამოძიებო მოქმედებები აქ ჩატარდა თუ იცით? საგამოძიებო მოქმედებები მაგათთან არ ვიცი. ანუ ბრალდებულია ბატონი შალვა ბაღების სააგენტოში მუშაობს, იცით, ხო? თუ არა? არა. მერიაში ვიცი რომ მუშაობს. ანდღულაძე რომ შაბათის ეთერს მთელი კვირის განმავლობაში არ დამალვოდა, აუცილებლად ვკითხავდით, რატომ ცხოვრობს ცოლისდის კუთვნილ სახლში თავად და ხომ არ არის ეს ქონება რეალურადაც მისი საკუთრება. მით უფრო რომ სავარაუდო ფიქტიური მფლობელი ნინო გულბანი არც სამეწარმეო საქმიანობას ეწევა და 2020 წელს ამ ქონების შეძენამდე არც სხვა შენაძენი გაუკეთებია. უფრო მეტიც, ვილა დიღომში იპოთეკის გარეშეა შეძენილი. შალვა ანდღულაძე კი ამ დროს უკვე ბაღების სააგენტოშია და მონიტორინგის სამსახურს ხელმძღვანელობს. ვიღაცები თავრობის ხალხი ცხოვრობს. აბა მერიის ბრალდებული მაღალჩინოსნის ცოლის და 2020 წელს ამ სახლის შეძენით არ გაჩერებულა. ერთ წელიწადში 2021 წლის 15 ოქტომბერს გულბანი 100 კვადრატული მეტრი ფართის ბინას ყიდულობს აღმაშენებლის ძეგლის მიმდებარედ, ამ ახლად აშენებულ კორპუსშიც. ამ დროსაც მისი სიძე მერიის მოქმედი მაღალჩინოსანია. ეს სულ გაქირავებულია, მაგრამ ვინ შედის და ვინ გადის არასოდეს არ. ანუ გაქირავებულია. თვითონ ეს პატრონი არ გინახავთ არასდროს. ნინო გულბანი არც ამ მისამართზე უნახავთ. როგორც ჩანს, უძრავი ქონების შეძენა თავიდანვე სარგებლის მიღების მიზნით კომერციული გათვლებით მოხდა. ქალმა, რომელსაც არც კომპანია უფიქსირდება და არც სხვა სახლი, რომელსაც ახალი შენაძენისთვის გაყიდდა, ამ ბინის დარეგისტრირებაც იპოთეკის გარეშე მოახერხა. საიდან გაუჩნდა ბაღების სააგენტოს მონიტორინგის სამსახურის უფროსის ოჯახის წევრს ამდენი ფული? ნინო გულბანთან დაკავშირება ვერ შევძელით. სატელეფონო კავშირზე გავედით გულბანის მამასთან და მერიის მაღალჩინოსნის სიმამრთან. შალვა მეუღლესთან ერთად ცხოვრობს დიღომში, კერძო სახლში, ხო სწორია? შალვა ანდღულაძე, თქვენი სიძე. დიახ. და ეს ხომ თქვენი ქალიშვილის საკუთრება არის? მაგი მე არ ვიცი. ქონება საიდან შეიძინა ბატონო ედიშარ? ბიზნესი არა აქვს, სად მუშაობს, რა სახსრებით შეიძინა? არა, არ ვიცი. თუმცა ეს ყველაფერი არ არის. ბაღების სააგენტოს მაღალჩინოსნის სიმამრმა ისიც კი არ იცოდა, რომ თავადაც დიდი ქონება აქვს. ჩვენ მერიის ბრალდებული მაღალჩინოსნის 84 წლის სიმამრის სახელზე აღმოვაჩინეთ მიწის ნაკვეთი თხინვალას დასახლებაშიც. თხინვალაში ხო თქვენ იყიდეთ ბატონო ედიშარ? ვის? თხინვალაში მიწა ხო თქვენ იყიდეთ სახლის აშენებას რომ აპირებთ? თუ ეს თქვენი სიძის არის?
ცხადია, რომ ედიშერ გულბანს ლისის ტბის მიმდებარედ მშენებარე კერძო სახლის ამბავი ჩვენ გავახსენეთ. არადა მერიის არქიტექტურის სამსახურში წარდგენილი დოკუმენტების თანახმად, ბოლო კომუნიკაცია კალაძის უწყებასთან სწორედ პენსიონერ გულბანს ჰქონდა. ამავე უწყების მაღალჩინოსნის სიმამრმა ახალი მშენებარე სახლის პროექტის დამტკიცება ითხოვა. შუშის ვიტრაჟებიანი ორსართულიანი სახლი ბრტყელი გადახურვითა და ალუმინის კარ-ფანჯრით. პროექტზე სამშენებლო ნებართვა თბილისის მერიამ მას შემდეგ გასცა, რაც მიწის მესაკუთრე შალვა ანდღულაძის სიმამრი გახდა. ბატონი ედიშერიც ამ ქონების ყიდვამდე არაფერს ფლობდა. ამის შემდეგ კი 2020 წელს მერიის მაღალჩინოსნის 80 წლის სიმამრი აღმაშენებლის ხეივანზე ამ საცხოვრებელ კორპუსში კიდევ ერთ ბინას ყიდულობს, რომელსაც მალევე მერიის მაღალჩინოსნის ცოლს, ანუ საკუთარ შვილს ჩუქნის. ამავე კორპუსში უძრავ ქონებას ფლობს თავად შალვა ანდღულაძეც. ნასყიდობის ხელშეკრულება თანამდებობაზე მუშაობის დროს სესხის გარეშე აქვს გაფორმებული. 2022 წლის 20 ოქტომბერს კი ანდღულაძის პენსიონერის სიმამრი თბილისის სამრეწველო ზონაში კიდევ უფრო მსხვილ შენაძენს აკეთებს. ბაღების სააგენტოს მოქმედი მაღალჩინოსნის ოჯახის წევრის სახელზე ფორმდება 5645 კვადრატული მეტრი მიწა თბილისის საერთაშორისო აეროპორტის წინ, ინდუსტრიულ ზონაში. ცოლის და სიმამრი, ცოლი და თავად ბრალდებული შალვა ანდღულაძე. ესაა იმ ადამიანების ჩამონათვალი, ვისი მოკვლევად შაბათის ეთერმა მოახერხა. ჯამში ყველა მათგანის სახელზე ბაღების სააგენტოში მუშაობის პარალელურად 12 ერთეული უძრავი ქონებაა შეძენილი. თანამდებობის პირის გათვლა, როგორც ჩანს, კომერციული ინტერესი იყო, რადგან ადგილზე მისვლის შემდეგ თითქმის ყველა შემთხვევაში ვრწმუნდებით, რომ ფართი გაქირავებულია და ყველა მათგანიდან ფული შემოდის. Вы арендуете эту квартиру? Да. Вы, значит, не владелец, да? Вы арендуете с Нона Гулбани? Нина Гулбани? Нет, не знаю, я не знаю. Не знаете, кто? Нет. Я вообще здесь фирма арендирует. ეს 100 კვადრატული მეტრი ბინაც დიღმის მასივში მერიის ბრალდებული მაღალჩინოსნის ცოლის 2021 წლის შენაძენია. ნონა გულბანს, როგორც ჩანს, ამ შენაძენისთვის საჭირო ფულით სესხის გარეშე ჰქონდა. რა თქმა უნდა, ვამოწმოთ შალვა ანდღულაძისა და მისი ცოლის ბიზნეს საქმიანობასაც. იქნებ ამ გარემოებით მაინც აიხსნას მრავალათასიანი და ჯამში მილიონზე მეტი ღირებულების შენაძენი. ირკვევა, რომ 2015 წელს ორივეს სახელით დაფუძნებული არც ერთი კომპანია უკვე მოქმედი აღარ არის. შესაბამისად, ისევ იგივე კითხვა რჩება უპასუხოდ. როგორ შეიძლება უძრავი ქონების იმპერია შექმნა მერიიდან მიღებული ხელფასით? თქვენი პასუხისმგებლობა არ არის, მაინც დაქვემდებარებულ უწყებაში ხდებოდა ეს ყველაფერი. მე მაგ საკუთარ თავზე პასუხისმგებლობა. ანუ ილუაშვილს ბრალდება ეს ამბავი? არჩეული მერი, რომელსაც დედაქალაქის 10 რაიონი, 10-ობით სამსახური და მილიონიანი ქალაქი აბარია, აღმოჩნდა, რომ მხოლოდ საკუთარ თავზეა პასუხისმგებელი. არადა შაბათის ეთერის მიერ მოპოვებული მერიის შიდა აუდიტის დასკვნა ადასტურებს, რომ კალაძემ ბაღების სააგენტოში არსებულ გადაცდომებზე დიდი ხნით ადრე იცოდა. 2019 წლის დასკვნაში ვკითხულობთ, რომ დარღვევები ბაღების სააგენტოში დანაშაულის ნიშნებს შეიცავს და ამიტომ შედეგები თავად პროკურატურას უნდა გადაეგზავნოს. საქმე ამ შემთხვევაშიც ბაგაბაღების დაუსრულებელ მშენებლობებს, ხელოვნურად გაზრდილ თანხებსა და არაჯეროვნად შესრულებულ სამუშაოს ეხებოდა. მაშინაც და გამოძიების დაწყების მომენტშიც ბაღების სააგენტოს ერთი და იგივე მენეჯმენტი მართავდა. კალაძეც მაშინაც მერი იყო და ახლაც იგივე პოსტზეა. მერიაში არსებულ კორუფციაზე პასუხისმგებელი საბოლოო ჯამში, რა თქმა უნდა, მერი არის. ამას ვერ გაექცევა ეს ადამიანი. ახლა როცა გამოვიდა ეს ინფორმაცია და მერი ამბობს, რომ ჩემი პასუხისმგებლობა არ არისო, მაშინ რატო არის მერი? მერობა ნიშნავს ასევე მთელ რიგ პასუხისმგებლობებს, მათ შორის თუნდაც იმ კორუფციულ დანაშაულებებზე, რომლებიც შეიძლება ვთქვათ, ის არ იყო პირადად ჩართული, თუმცა მის უწყებაში ხდება და ეს აქცევს მის პასუხისმგებლობას. Audi, Volkswagen ტრანსპორტერი, CBS T3, Maverick და Mercedes-Benz GLC 200, რომელსაც შალვა ანდღულაძის ფაქტობრივი საცხოვრებლის ეზოში ვხედავთ. მხოლოდ ამ ავტოპარკის ღირებულება ყველაზე ეკონომიური გათვლებითაც მილიონს აღწევს. ბინებთან ერთად კითხვის ქვეშაა ამ სატრანსპორტო საშუალებების შესაძენად საჭირო თანხის წარმომავლობაც. რამდენად შესაძლებელია საჯარო მოხელე ხელფასით გახდეს მილიონერი? ნახვამდის? ანუ ბაღების სააგენტოს მაღალჩინოსნები გახდნენ. არ გიპასუხე. შესაძლებელია თუ არა ბატონო ანდრია?
მილიონერი შეიძლება გახდეს, 12 ბინა იყიდოს, ავტომობილები. შეიძლება? თქვენ ხომ მუშაობთ საჯარო წყობაში, მე არ მიმუშავია და მაგითო გეკითხებით. შესაძლებელია? იპასუხეთ უკვე რა. რომ ნახვამდის ეს არის პასუხი? არ მაქვს პასუხი. ვინ არის შალვა ანდღულაძე, ვინც საჯარო სამსახურში სხვის მაკონტროლებლად მუშაობისას გამდიდრდა და ბინების, ავტომობილებისა და სახლების შთამბეჭდავი კოლექციაში აგროვა. ანდღულაძე გრიგოლ ლილუაშვილის მშობლიური ვანიდანაა. ბაღების სააგენტოში მეტსახელად ვანსკით ცნობილი მაღალჩინოსანი ბოლო წუთამდე სუსის ყოფილი უფროსის გარემოცვის წევრად ითვლებოდა. ახლა თავისუფლებაზე გირაოთი გამოშვებული, უცნობია ვის წინააღმდეგ მისცემს ჩვენებას, გრიგოლ ლილუაშვილის თუ კახაკალაძის. შაბათის ეთერის წყაროს ინფორმაციით ამაზეა დამოკიდებული, თავისუფლებაზე დარჩება თუ ციხეში წავა გამდიდრებული ჩინოვნიკი ვანელების კლანიდან. თქვენ ვანური კლანის წარმომადგენელი ხართ ბატონო ალექსანდრე? ბატონი შალვა გასაგებია რომ ლილუაშვილის გარემოცვა იყო და თქვენ ბატონო ალექსანდრე? არ უნდა გძდიოთ, ახლა უხერხულია. ეს ალექსანდრე მიქანაძეა, კომპანია ნევსთარის მფლობელი. მიქანაძე ბაღების სააგენტოს დაკვეთებს ყველაზე ხშირად იღებდა. პირდაპირ მიყიდვის წესით გაფორმებული 22 ხელშეკრულება და უკონკურენტოდ მიღებული ტენდერები. ბოლო გამარტივებულ კონტრაქტს ხელი 1 დეკემბერს მოეწერა. ბაღების სააგენტოს შეფისთვის ბრალის წაყენებამდე 3 კვირით ადრე. ამ ამბავში არაფერი იქნებოდა განსაკუთრებული, რომ არა კომპანიის მფლობელისა და ტენდერებიდან ატკატების მიღების საქმეში ბრალდებული შალვა ანდღულაძის ახლო ნათესაური კავშირი. ბაღების სააგენტოდან ძალიან ბევრი ტენდერი და პირდაპირ თქვენს კომპანიას. არაფერი საერთოდ. თქვენი დეიდაშვილი იყო, ვინც ამას აკეთებდა, თუ როგორ ხდებოდა ისე, რომ პირდაპირ მიყიდვით გაძლევდნენ? ხან უგაიქცევით, უხერხულად გამოჩნდება უფროდ მართლა. ყველა სიტყვა, რომელზეც ვსაუბრობთ, დოკუმენტებით დასტურდება. კომპანია, რომელმაც ბაღების სააგენტოსგან ასეულობით 1000 ლარი მიიღო, 2020 წელს დაფუძნდა. მაშინ, როცა დამფუძნებლის დეიდაშვილი ანდღულაძე მონიტორინგის სამსახურის უფროსი იყო და უწყებაში გავლენიან პირად ითვლებოდა. ნევსთარის დამფუძნებლისთვის კი ეს პირველი და ერთადერთი კომპანიაა. როდის დაიწყეთ? ეს ერთი კომპანია გაქვთ, მანამდე სად იყავით? დამოკითხვაზე არ დაუბარები ხართ არავის? საერთოდ არ ვიცი არაფერი. თვითონ პირადი ცხოვრება მისი და მე ჩემი ცხოვრება არა, პირად ცხოვრებაზე ხარ გეკითხებით, ბაღების ფულზე გეკითხებით, პირად ცხოვრებაზე არ გეკითხებით. რა ფულზე მე თქვენს ტენდერებზე, თქვენს პირდაპირ მიყიდვის წესით ხელშეკრულებებზე. ხო ხვდებით, რასაც გეკითხებით. ალექსანდრე მიქანაძე, როგორც თავად ამბობს, გამოკითხვაზე ჯერ არ დაუბარებიათ. თუმცა გამოძიების ინტერესის საგანი უკვე გახდა ბაღების სააგენტოს კიდევ ერთი ყოფილი მაღალჩინოსანი. შალვა ანდღულაძის მსგავსად, მასაც გირაო აქვს შეფარდებული. დავით კერესელიძე სააგენტოს საფინანსო სამსახურს ხელმძღვანელობდა. მის ფუნქცია მოვალეობებს კი 191 ბაღის დირექტორი გვიხსნის. შალვა პაპუაშვილის სიდედრი მანანა მოდებაძე. დათო კერესელი იყო იდეალური პროფესიონალი თავისი საქმის მინდა ვთქვა და ის მუშაობდა გარკვეული პერიოდი კი არა, საკმაოდ დიდხანს ბაღების სააგენტოში. ბოლოს ფინანსები ებარა კი. და ეხა იცით ხო ბრალდებულია. მე ვერც დავიჯერებ სიმართლე გითხრათ და არც მჯერა. არ ენდობით გამოძიებას? გამოძიებასაც ვენდობი, მაგრამ მე უბრალოდ არ მჯერა იმისი, რომ ასეთი დონის პროფესიონალები თუნდაც ესეთ საქმეს აკეთებდნენ, მაგრამ ჯერ რატო ვჩქარობთ? ქართული ოცნების პარლამენტის თავმჯდომარის სიდედრის კომენტარი ამყარებს შაბათის ეთერის კონფიდენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც სრულად ბაღების სააგენტოს გირაო შეფარდებული მაღალჩინოსნების ჩვენებებზეა დამოკიდებული მათი მომავალი. ჩნდება კითხვა, თუ ბაღების სააგენტოს ორმა ხელმძღვანელმა პირმა საჯარო სამსახურში მუშაობის პარალელურად მილიონობით ლარის ქონება დააგროვა, რამდენი ხვდათ წილად მათ ზემდგომ პირებს, ვისაც ბავშვებისთვის გამოყოფილი ფულის ხარჯვა უნდა ეკონტროლებინა. ბაბაკანთონა, გუნდა გიშნათ. კერესელიძის რეკომენდაციები. არა, რა უნდა და ძალიან ხოთ. აბა, როგორ მოხვდით აქ? დავით კერესელიძეს სავარაუდოდ მხოლოდ ბაღების გაფლანგულ ფულზე არ მოედავებიან. 27 ბაღაბაღის დირექტორი თეონა ჯინჯარაძე კერესელიძის უახლოესი ნათესავია. ამავე ბაღში ფსიქოლოგად არის დასაქმებული ბაღების სააგენტოს უკვე ბრალდებული უფროსის დავით კერესელიძის ცოლიც. არ გაქვთ პასუხები ჩემს კითხვებზე? იცით რა არის? მე არ ვამბობ. პასუხი გაგცეთ და ყველა კითხვას პოტისტური ნიშნით დაინიშნეთ? არა.
მე კი არა შესაძლოა გამოძიებამაც დაგისვათ ეს კი ბატონო, გამოძიება დასვავს კითხვებს და გაეცემა ჯერ არ პასუხი. დაუსვა? ანუ ხო ფსიქოლოგი ვერ მოიძებნა ბატონი დავითის ცოლის გარდა? იცით რა, ძალიან ხოთ რა, შევწყვიტოთ ამ თემაზე საუბარი. დავით კერესელიძის ცოლს სამუშაო ადგილზე ვერ უპოულობთ. მისივე ნათესავი დირექტორი გვეუბნება, რომ შვებულებაშია, თუმცა დამადასტურებელი დოკუმენტის ჩვენება არ უნდა. თუ ახლა ასე გაინტერესებთ შვებულებაშია უკვე кайხარ. რა, გუშინ არ გითხოვთ სამსახურში რატო უნდა მეთქვა? მე არა, მე არ მithქვამს. მე გითხარით რომ არა ვარ ვალდებული თქვენთან. შვებულებაშია. შეგიძლიათ დოკუმენტი მაჩვენო? არა, რატო უნდა გაჩვენოთ? შვებულების ნამდვილობის დადასტურება ან უარყოფა მხოლოდ ბაღის მენეჯერს შეუძლია. თუმცა შაბათის ეთერის ბაღში სტუმრობის პირველ დღეს, ანუ 21 იანვარს, რომ თათია თოთიაური სამსახურის ნაცვლად ბანკში იმყოფებოდა, ამას საჯარო რეესტრის ამონაწერი ადასტურებს. 2026 წლის 21 იანვარს დავით კერესელიძის ცოლი, რომელიც ბაღში ფსიქოლოგად მუშაობს, დედის ნაჩუქარ ბინას ქავთარაძეზე იპოთეკით ტვირთავს. ერთი შეხედვით რჩება განცდა, რომ ფული განსაცდელში ჩავარდნილ მერიის ყოფილ მაღალჩინოსანს სასწრაფოდ დასჭირდა. თუმცა, ბინა, რომელიც გასულ ოთხშაბათს ბანკში ჩაიდო, ყველაზე ნაკლები ღირებულებისაა. კერესელიძის ოფიციალურად დეკლარირებულ ქონებებს შორისაც კი. გამარჯობათ, ქავოტენ მარინესთან ვარ. ქვემოთ. თქვენს ქვემოთ ზუსტად? ქვემოთ და აქეთ მხარეს, აი ეს. აქეთ ხარ, ეს ცხოვრობს თუ იცით აქ? როგორც ვიცი, ხშირად არის ხოლმე აქ. ბანკში იპოთეკით დატვირთულ ბინაში არც ბაღების სააგენტო საფინანსო სამსახურის ყოფილი უფროსის სიდედრი ცხოვრობს, არც თავად კერესელიძე და არც მისი ფსიქოლოგი ცოლი რუსუდანი. კერესელიძეს საკუთარ სახელზე რეგისტრირებული 3 ბინა აქვს. 3-ვე გასულ 2025 წელს შეძენილი. ბაღის ფსიქოლოგ ცოლს კი ბინასთან ერთად სოლიდური მიწის ნაკვეთი საგურამოსთან, სადაც სავარაუდოდ მშენებლობას გეგმავენ. კიდევ ერთი ბინა კი თბილისის ცენტრში ქმრის თანამდებობაზე ყოფნისას 2023 წელსაა შეძენილი. დავით კერესელიძის მერიის მაღალჩინოსნობის პერიოდს უკავშირდება მიწის 2 ნაკვეთის ყიდვაც მცხეთის რაიონში. ყველაფერი იცოდა, უბრალოდ ეგონათ, რომ ესეთი კორუფციული სქემა იყო ნებადართული და როგორც ჩანს ნებადართული იყო, იმიტომ რომ ჩვენ ვხედავთ თითქმის ყველა მუნიციპალიტეტში ასეთ სურათს. ასე იმართება ქვეყანა კორუფციული მეთოდებით და მათ ეგონათ, რომ ეს გაუვიდოდათ. თუმცა აქ სხვა ფაქტორები შემოვიდა, სხვა ურთიერთობა გაუფუძნეს კონკრეტულ ადამიანებს პარტიის ლიდერთან და ეხლა ეს ადამიანები იხდიან ამის ფასს. დავით კერესელიძის ძმა რამდენიმე თვის წინ ეკონომიკური სამსახურის უფროსად დაინიშნა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში. მისი სახელის გასწვრივაც ქონების რეესტრში თბილისში ბოლო პერიოდში შეძენილი 4 ბინაა. მეორე ძმის შალვა კერესელიძის საკუთრებაა ეს კერძო სახლი დიღმის პრესტიჟულ დასახლებაში. ამას გარდა კიდევ 3 ბინა ახლად დაშენებულ კორპუსში ანაპის ქუჩაზე. მესამე ძმის სახელზე 3 კომპანიაცაა, თუმცა არც ერთი მათგანი მოქმედი აღარ არის. ჟურნალისტური მოკვლევის პროცესში უტყუარად დადგენილია, რომ ბრალდებული მერიის მაღალჩინოსნები ერთმანეთთან მჭიდრო კავშირში იმყოფებიან. მაგალითად, ბიწმენში შეძენილი მიწის ნაკვეთების მფლობელებად დავით კერესელიძისა და შალვა ანდღულაძის ცოლებს ვაწყდებით. კერესელიძის 2 ბინა ზუსტად იმ კორპუსშია შეძენილი, სადაც ანდღულაძე, მეტსახელად ვანსკი და მისი ცოლი ნონა 3 ბინას ფლობენ. ახლა ზოგი აკეთებს რესავრე, ზოგი რა ვიცი არაფერს. ანუ უბრალოდ გაყიდულია და ჯერ არ ცხოვრობენ, ხო? არა, არ ცხოვრობენ, ჯერ იმიტომ ლიფტი არ არის, ჯერ დამონტაჟებული, ეგეთ. დიახ. ანუ გაზაფხულისთვის შევარებას ფიქრობენ. ეს რაც ოფიციალურად არის დეკლარირებული და რასაც ჩვენ, ცოლის დებისა და სიმამრების სახელზე მივაგენით. ბრალდებულ ექს-ჩინოსანს ოფიციალურად აქვს საკუთრებაში გაფორმებული Land Rover Defender და Mazda CX-5. თუმცა შაბათის ეთერს სანდო წყარო უყვება, რომ დავით კერესელიძე რეალურად დიღომის შვიდში, სხვის სახელზე გადამალულ ფეშენებელურ კერძო სახლში ცხოვრობს. ამ ინფორმაციას სარწმუნოს ხდის ისიც, რომ არც ერთ მისამართზე, სადაც კერესელიძეს და მის ცოლს რეგისტრირებული ქონებები აქვთ, რუსუდან თოთიაური და მისი ბრალდებული ქმარი არ ცხოვრობენ. ვანური კლანი მხოლოდ გრიგოლ ლილუაშვილი არ ყოფილა. ლილუაშვილის 2 მოადგილე ვანიდან იყო. გიგა ნიკოლეიშვილიც და ლევან ახობაძეც შეფის დაკავების შემდეგ არსად გამოჩენილან. არც ბრალდებულთა და არც გამოსაკითხთა სიაში. ბოლოს როდის დაგინახავთ ბატონ გიგა? დიდი ხანია მართლა? ანუ ეს ბოლო პერიოდი აღარ გინახავ. რაც ეს გამოძიებები დაიწყო არ დი? არა, ხო? არც მისი ოჯახის წევრები? მეუღლე შედის ხოლმე მეუღლე. გამოძიების თანახმად, ბავშვების ფულის მოპარვა ხდებოდა მაშინ, როდესაც დედაქალაქში დანგრეული ბაღების აღდგენა წლობით ჭიანურდებოდა და არასაკმარისი დაწესებულებების გამო პატარები საბავშვო ბაღს გარეთ ხშირად რჩებოდნენ.
ფულს კი, როგორც აღმოჩნდა, უმეტესად ინფრასტრუქტურული ტენდერებიდან იპარავდნენ. ამ საქმეზე ბრალდებული ბაღების სააგენტოს მაღალჩინოსნების სასამართლო პროცესი თებერვალშია ჩანიშნული. მაშინ გაირკვევა, რა მიმართულებით მიდის გამოძიება და ვის წინააღმდეგ გამოიყენებს პროკურატურა გირაოთი გამოშვებულ მერიის გამდიდრებულ მაღალჩინოსნებს. ილილუაშვილის თუ კალაძის.